გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ. მე მივესალმები იმ მაყურებელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა და ასევე მივესალმები ჩვენს მეგობარს საფრანგეთიდან გიორგი ფოფხაძეს. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა. გამარჯობა გიო. გიორგი, რამე სიახლეები გვაქვს ევროპიდან თუ მე-14 ოლიმპიური მედალი ავიღეთ ფრანგებმა. გილოცავთ. იცი რა არის, სიახლეები არის, რა თქმა უნდა. მიუნხენის კონფერენციიდან რამდენადაც საქართველოს იყო წარმოდგენილი და იყო წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც იყო მიწვეული. თუმცა ეს სამუშაო პანელზე არ იყო ის რაღაც ცოტა ესეთ დისკუსიურ პანელზე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მაგრამ საინტერესო იყო თვითონ ეს მიუნხენის კონფერენცია იმდენად რამდენადაც ფაქტიურად ახალი ევროპისა და ახალი ამერიკის ესე ვთქვათ წყალებში, მაგრამ მაინც ტრამპის ახალი ამერიკა და ახალი ევროპა, ახალი მიდგომებით ფაქტიურად ახალ ურთიერთობებს იწყებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ არ შეგვიძლია არ აღვნიშნო მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯები, განსაკუთრებით ბატონი რუბიოს გაჟღერებული მესიჯები, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ სწორედ ევროპული კულტურიდან მოვდივართ და ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და აქედან უნდა დაიწყოს ყველაფერი. ანუ ჩვენ რასაც ვამბობთ ხოლმე ევროპასა და ამერიკას შორის ცოლქმრის ჯგუფი რო ზოგს მართალი ეგონა დაახლოებით კი არა და ის შედეგი იყო. ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კიდევ მოგვიწევს მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ როდესაც რაღაცა ესეთი დიდი კონფერენცია ან დიდი თავყრილობა იმართება, გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ის შედეგები და ის საკითხები, რომლებზეც იყო იქ დისკუსია. დისკუსია იყო ძალიან ბევრ რაღაცაზე, რა თქმა უნდა, იქ უკრაინის საკითხზე იყო დისკუსია, რუსეთის საკითხზე იყო დისკუსია, ევროპის მომავალზე იყო დისკუსია, ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზე იყო დისკუსია. და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით არა პრემიერ-მინისტრით, არამედ ვიყავით წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრით, რომელსაც რუსულად ვიტყვი ვაკრუგ და ოკოლო შეხვედრები ჰქონდა და მეტი არაფერი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ არ დავესწარით არც ერთ იმ ძირითად განხილვას, რომელიც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა, ხო? ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს რა ქვია, ნიშანს უგებ ჩვენ ხელისუფლებას, არა, პირიქით მე ძალიან წინს, რომ ეს ხდება და ჩვენი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსია, რომ იქ არ იყო არ ბრძანდებოდა ბატონი პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვიყავით საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოდგენილი. არ ვარ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ტრამპი არ ჩამოვიდეს და რუბიომ გადაწყვიტოს იქ რაღაცეები, იმიტომ რომ რუბიოს შენც იცი და მეც ვიცი და გოჩაბაც იცის და ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმაც, რომ ძალიან დიდი გავლენები აქვს ტრამპის ადმინისტრაციაში და ის ფაქტიურად მეორე კაცი არის მაშინ რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატებში და ამიტომ ის რასაც ამბობს ფაქტიურად ის იყო ტრამპის ნათქვამი და ტრამპის სიტყვა იყო ეს. გიო, ერთი მომენტია. ტრამპის სიხისტისგან განსხვავებით საინტერესო ალბათ ეგეც იყო, რომ რუბიო შედარებით, ხა მე არ ვამბობ, რომ მათ შინაარსში რამე შეცვალეს, მათ ჰქონდათ თავიანთი მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ რუბიო სწორედ აი რასაც შენებო, უფრო მეტად მოქნილი იყო და ძალიან საინტერესო. მისი გავლენაც მართლაც ძალიან დიდია, იმიტომ რომ რეალურად მან დაანახა, რომ ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც შიდა კონკურენცია და რაღაც გარკვეული უთანხმოებები სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ერთიანი კულტურული ასე ვთქვათ სივრცე არ არის და კულტურულში
მოიაზრება მთელი სააზროვნო ცივილიზაციური ყველაფერი თქვა. აი ეს მომენტი იყო საინტერესო ამითაც იყო რომ რუბიომ შედარებით ტრამპის სიხისტისგან უფრო დიპლომატიურად ასე ვთქვათ მისი ტერმინოლოგია, აზრთა წყობა, განვითარება ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და ფაქტიურად ჩვენ დავინახეთ რომ ჩვენ თვალწინ რუბიო ჩამოყალიბდა ძალიან მაღალი დონის მომლაპარაკებლად საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? თუნდაც აი სულ რაღაც ერთი კვირის წინანდელი ვიზიტი გავიხსენოთ ემაში, რა ქვია, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და იგივე თუნდაც დღევანდელი ვიზიტი ემაში, რა ქვია, უნგრეთში, სადაც მან თქვა, რომ ფაქტიურად არ დაუჭირეს მხარი ორბანს, თუმცა ვნახოთ რა ძალიან ფრთხილი იყო რუბიო თავის შეფასებებში და თქვა, მაგრამ ეხა არ არსებობს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად დაუჭიროს ვინმეს ესე წინასაარჩევნო ემაში, რა ქვია, ბრძოლაში მხარი, მით უმეტეს თუ ეს ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო? არ ჩაერევა ევროკავშირის შიდა საქმეებში, თუმცა რუბიომ თქვა, რომ ორბანი და ტრამპი ძალიან ახლო მეგობრები არიან და ფაქტიურად დაუჭირა მხარი, მაგრამ არ დაუჭირა კიდეც მხარი. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება ზუსტად აი ეს განცხადებები, რაც იყო თუნდაც აზერბაიჯანში და სომხეთში, რაც იყო მიუნხენის კონფერენციაზე, რაც ვნახეთ დღეს, შესაძლებლობას გვაძლევს ვთქვათ, რომ რუბიო ჩამოყალიბდა ფაქტიურად ძალიან დიდ მომლაპარაკებლად საერთაშორისო ასპარეზზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია და აი აქედან გამომდინარე სად ვართ ჩვენ და ხა რუბიოსთან მარტო რა ქვია ხელის ჩამორთმევა და მან გამიღიმა და მე რაღაც ორი სიტყვა უთხარი, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდით და რაღაცა ყინული დავძარით საერთაშორისო ურთიერთობებში. აი ეს არის ამ წუთისთვის რაც ვნახოთ ახლა გამოჟონავს კიდე ეს ინფორმაციები რა მოხდა სინამდვილეში ამაზე რა ქვია მიუნხენის კონფერენციაზე და ნახოთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ დღევანდელი ეთერით არ დავასრულებთ მიუნხენის კონფერენციის განხილვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. ეს გრძელვადიანში გამოჩნდება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახლა მე სავსებით გეთანხმები, რომ ახლა გამაყურებელსაც რომ არ დარჩეს ის შტაბეჭდილება, რომ აი რატომ არიან გინდა თუ არა მხოლოდ ამ მიმართულებით რატო ფიქრობენ, თან ის პოლიტიკური ძალები და ეს ტელევიზია, რომელიც ფიქრობდა, რომ რუსთან ურთიერთობა დასალაგებელია და ეხლა რატო გადაერთვნენ, რომ არ დარჩეთ რაღაც მცდარი შტაბეჭდილება, მინდა რომ აუხსნათ, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ჩვენ ერთის მხრივ თუ ამბობდით, რომ რუსეთთან ის სულელური დაძაბვა, რამაც მიგვიყვანა იმ არ ვიცი კატასტროფულ შედეგებამდე, რომელიც ჰქონდა, ხო? ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადიკალურად მეორე პოლუსზე გადავიდეთ და საერთოდ იქით ამ მხარეს არ გავიხედოთ. ვამბობთ და ვამბობთ. ვამბობთ, დღესაც ვამბობთ. შეგვიძლია პოზიცია. აქ ეს მომენტი ახლა ჩვენ მართლაც სადავართ, ხო? ჩვენ ამ დროს, რა ვიცი, ის რა ქვია, კიდევ ამბობ, გააჩნია რა გარემოში აკეთებ, თორე შენ რომ დალაგებული ურთიერთობა გქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დალაგებული ურთიერთობა გქონდეს ევროპასთან და ჩინეთთანაც ცდილობდე ურთიერთობის დალაგებას, ძალიან ბუნებრივია და პირიქით ნორმალური იქნებოდა და ვიტყოდით რატომაც არა. დივერსიფიკაცია მართლაც უნდა მოახდინო და ჩინურ იმაზეც, ასე ვთქვათ, საბანკო სისტემაშიც უნდა შეხვიდე კიდევაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა, ხო? მაგრამ როდესაც შენ ეს ყველაფერი მოცარიელებული გაქვს, ფაქტიურად იზოლაციაში ხარ მოხვედრილი და ამ დროს მხოლოდ არაბული ქვეყნების, ირანის და ჩინეთის მიმართულებით მიდიხარ და რუსეთის, ასე ვთქვათ, ორბიტაზე შედიხარ, ისე რომ თან მასთანაც არაფერი გარკვეული არ აქვს. ეს არის საშიში და ამიტომ ვართ ამას ზუსტად ეგ არის გოჩა საინტერესო, რომ ესენი რუსეთის ორბიტაზეც ისე შედიან, რომ მათთან დალაგებული არ აქვს. ჩვენ მაყურებელს და ვინმეს გონია, რომ ამათ რაიმე დალაგებული აქვს რუსეთთან და ურთიერთობა აწყობილია აქვს. რაღაცა არ ამგონია რა, ამათი მოქმედებებიდან არ ჩანს ყოველ შემთხვევაში ასე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მეზობლებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცის ორბიტაზე შევიდეთ. ესენი რაღაცა სულელურ თამაშს თამაშობენ, რაც ვერ გავიგეხა. იგივე განვიხილავ ჩვენ ამასაც, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა,
ირანის ელჩს იახლენ და ისეთ სისულელეში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც აი არ ვიცი ალბათ კატასტროფაა. არ ვიცი, ხა იმის არ იყოს ახლა ეგ კატასტროფა და ყველას დაგვავისდა თუნდაც და ისეთი რამე იყო, რომ იგივე რუსთან მიმართებაში. ბიჭო, რუსი ამბობს, რომ მე რკინიგზაზე ვლაპარაკობ და ხა გამოდიან და ამბობენ, რომ ისინი რა უჩვენოდ ხო არ გააკეთებენ, რა დღეში ვარ წარმოდგენილი ხარ და ეს გადაიფარა, იმიტომ რომ ისეთი რამე ქნეს, რომ ესე ფაქტიურად გამოვიდა ჯგუფი პირველი ქართული ჯგუფი ჩავიდა იმაშიო, რა ქვია, ფერეიდანშიო ხა. ნუ არ ვიცი, იმან კი ცადა შეიძლება მე მელჩის მესმის გამიგე რომ იფიქრა რომ რაღაცა ფორმა მოუძებნოთ რომ ეს სიტუაცია რამენაირად, იმიტომ რომ მე ირანელებიდან გამომდინარე ხლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მქონდა ეს ურთიერთობები და მე მესმის რომ ისინი როგორ ხედავენ, იცი გიორგი, რომ აი ცოტა ხანიც გაუძელით მე მესმის რომ რუსეთთან თქვენ აი მიგიერთათ და წაართვა ჩვენი რა ქვია თქვენი თავი, ანუ ჩვენი სივრციდან რუსულ სივრცეში აღმოჩნდით. ეხლა თურქებთანაც მესმის რომ შემოდიან და აგერაჭა. ცოტა ხანში მოუძლიერდები და ისევ ჩვენ სივრცეში იქნებით. ეხლა იმას ესეთი ხედვა აქვს და მე მესმის ხო ჩოულებრივად, იმიტომ რომ თulis რომ კულტურულად მართლაც დაწყებული პარტიიდან, რომელიც ირანული ქვეყანა იყო, თლად ანუ ირანული მოდგმის ქვეყანა იყო, ჩვენ გვაქვს ძველი წელთაღრიცხვით ურთიერთობები და ეს ჩოულებრივი რამეა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ირანულ ორბიტაში ვარ. ხო ეს ხომ არ ნიშნავს რომ ჩემი კიდევ ამბობ კულტურული მნიშვნელობითაც დიდი გავლენა ქონდა ქართულ იმაში, რა ქვია, ცხოვრების წესში. ჯერ კიდევ აქამენიდური ირანიდან აგვაქვს ბევრი რაღაც აღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე იმ კულტურის ნაწილი ვარ, კაცო. ეს იმას შეიძლება ესე მიაჩნდეს და ელჩმა შეიძლება თქვა და დაუშვა ეს შეცდომა, მაგრამ შენ რისთვის ხარ დიპლომატიური ურთიერთობა ხო უნდა გქონდეს? გოჩა, არაფერი შეცდომა არ დაუშვა. ელჩი შენ გეუბნება ირანის გადმოსახედიდან. ეხლა ის თავის სასურველს გეუბნება და გიზიარებს, რომ ასე გვინდა რომ იყოს და იქნება. ჩვენ ესე ვარაუდობთ, მაგრამ შენ რო პასუხს არცემ, ეგაა პრობლემა, ბიჭო. აბარა, თორე ხა თემურ ლენგი ჩვენთვის არის ეს რა ქვია, ამაოხრებელი, თორე იმათვის არის დავით აღმაშენებელია, კაცო. რა თქმა უნდა. ისევე როგორც შახაბასი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელმწიფე მათთვის და არის ჩვენთვის დამაქცევარია, ხო ეს ჩვეულებრივი რამეა და აი ამისი თავიც რო არა აქვს, კაცო, ეს მაოცებს იმისი არ იყოს, დიდგორობას ვერ ვიზეიმებთო, გახსოვს ეგეც იყო, რომ იმის გამო არ გავანაწყენოთ, არ ვიცი რა, ხლა ეს არც დიპლომატიაში ჯდება, არც საერთოდ აზროვნებაში არ ჯდება. საერთოდ აგამ ახმადხანი ჩვენთვის ამაოხრებელია თბილისის და ნაპოლეონი კიდე როგორ სიამაყით საუბრობდა მაგაზე. გახსოვთ ხო? ანუ ის რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. ხო, ანუ ფანი იყო აგამ ახმადხანის და ჩვენთვის ამაოხრებელი იყო ქვეყნის და ამიტომ ასეთი რაღაცები, ლაფსუსები მოდი დავარქვათ რა. ხდება ბუნებრივია ისტორიაში, მაგრამ შენ იმიტომ ქვია თავრობა, რომ შენი პოზიცია, შენი ავტორიტეტი, შენი ღირსება ყოველთვის და ყველგან უნდა დაიცვა და მით უმეტეს ელჩი აქ ამას რო გეუბნება და რო გთხოვს რომ ისლამური რევოლუციის 57 წლის თავია და უნდა გაანათო, გააფერადო თბილისის ანძა სატელევიზიო ანძა და შენც არაფერს არ ეუბნები. ბოლოს და ბოლოს ის მაინც უთხარი, რომ ისაც დაძაბულია სიტუაცია ზოგადად და მოდი ჩვენ ნეიტრალურს, ჩვენ ხო საწინააღმდეგოს არ გამოვდივარ და არაფერს არ ვამბობთ. მოდი იმასაც ნუ მათქმევინებ, რომ ეს კარგია. ნეიტრალური მიჭირავს და მოდი ესე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ძალიან დაძაბულია სიტუაცია, როგორც მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით. და ნებისმიერი ელჩი გაგიგებდა, ხო? უნდა გაეგო. მაგრამ შენ კოჩს უგორებ და რა გინდათ? ანუ ეს გესიამოვნებათ? რაზეა საუბარი გავაკეთოთ? რატო? გეშინია რომ რამე რომ მოხდეს აქ თუ დაგეძაბა ურთიერთობა, წასასულელი გზა გინდა რომ გქონდეს სადმე? ანუ ამისთვის ემზადები? თუ რისთვის უგორებ ამ კოჩს ეგ არ მესმის? მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ასეც არ ფიქრობენ ალბათ რა, იმიტომ რომ მე რასაც ხედავ ამ ადამიანებს არა აქვთ რამოდენიმე სულიანი კომბინაცია, ხო? იმაშიც კაცო ისეთ შეცდომებს უშვებენ და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ ხა ამ ინსტიტუტების არ იყოს. ასეთ სიტუაციაში, ასეთი დაძაბული ისა გაქვს, ხო? ქვეყნის რეფორმას იწყებ თან ყოველგვარი აღმოჩნდა, რომ საერთოდ მომზადების გარეშე. იმიტომ რომ ელემენტარულად მოგინდათ მისი, რა ქვია, კორპუსის გაყიდვა და ამას დაარქვი რეფორმა, კაცო. ხო, რაღაცაზე ხო შეიძლება. ყველაზე სისულელეს რას აკეთებს, კაცო, სოხუმის უნივერსიტეტს ემაშობა რა. ეგ კიდე ნუ ახლა არ ვიცი.
გოჩა მე და შენ ეროვნული მოძრაობა რომ დავიწყეთ ერთ-ერთი საკითხი იყო სოხუმის უნივერსიტეტი და ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტისთვის ვიბრძოლეთ ემაში რა ქვია აფხაზეთში ხო ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორი იყო თორე აგერ ადა ყავს მარშანია და მოგვიყვება ხო იქ იყო ადგილზე და ხედავდა ყოველდღიურად ეს რა ქვია რაც ხდებოდა იქ ხო და როდესაც ასეთ სისულელეს აკეთებდა საქართველოს ისტორიას უახლეს ისტორიას უსვავ ხაზს ეს მართლა არ ჯდება არანაირ იმაში რა ქვია ლოგიკაში არ ჯდება და მე გამოდიხარ და მეუბნები რომ მაგიარებ გაღიარებ მაგრამ შენივე თავი უნდა აღიარო შენ და არა სისულელეები აკეთო ხო აი არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს მე არ ვიცი აი ხანდახან არა სიტყვებიც აღარ მაქვს ხოლმე კი უღლიცინებ სოციალურ იმაში რა ქვია ხო ამითი რაღაც ხო გარკვეულწილად ისევ საკუთარ იმას რა ქვია რაღაცა იმშვიდებ თავს და გამოგაქვს და ემოციას და ეგაა თორე სატრილად გვაქვს კაცო საქმე მართლაც ასეთ სიტუაციაში მიუნხენის იმაზე მართლა პირველი პირი წარმოდგენელი არ არის იმისი რა ირანში იყო წარმოდგენილი იქ გაგეშვა საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს და ბოლოს მაშინ იქ რო ჩახვედი კაცო და აქ როგორ შეიძლება არ იყო იმიტომ რომ აქ ხო ევროპის უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და მთელ მსოფლიო უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი სხვათა შორის კაცო აქ ხო არ არის სხვათა შორის მიუნხენის კონფერენცია 2007 რო იხსენებენ პუტინმა პირველი ის რასაც აპირებდა სხვათა შორის მაშინა თქვა მიუნხენის კონფერენციაზე მიუნხენის კონფერენციაზე თქვა კაცო რა თქმა უნდა იმ დააფიქსირე ახლა გულზე ხელი დავიდო და პუტინი შიშა რაგაცი არ არის და რასაც ამბობს იმას აკეთებს ხო და შენს ის გააკეთე რასაც ამბობ და თუ ვერ ამბობ და თუ ვერ აკეთებ ისის თქვი კაცო იქნება გვერდით გიდგებით ეს რა ქვია საქართველოს მოსახლეობა რა უბედურებაა ეს ყველაფერი გადავირიე უკვე რა ხო და ეს შენ რო ამბობ რომ რასაც აპირებ თქვა თქვი და გააკეთე ყველაფერს აქ კონკრეტული უნდა კონდეს კონკრეტული გეგმა ხო ანუ ხანძლივი ზოგადად შენ ქვეყანას რომ მართავ ხანძლივი მოქმედების გეგმა უნდა კონდეს შემუშავებული პროგრამა ქვია მაგას ხო ქვეყნის განვითარების პროგრამა მაშინ არ გეშლება რო გეუბნები რომ თქვა ხვალ ჩვენ უნდა მოხდეს უნივერსიტეტების შეერთება ხო ანუ მე ეს ყველაფერი გათვლილი მაქვს დღეს კი არა მე მაგ გათვლილი რამოდენიმე წლის წინ ნამუშევარი მაქვს ამ თემაზე ყველასთან ნასაუბრები გამოკითხული მყავს ყველა ვინც უნდა გამოვკითხო და მივედი დასკვნამდე რომ ეს არის აუცილებელი პირობა და ვინც არ უნდა დამიჯდეს და დამისვას კითხვა რატო მე უნდა აუხსნა და დაუსაბუთო რატო ვაკეთებ ამას შენ დღეს მეუბნები რომ კარგით არ მოხდება შეერთება მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტს მარტო ტექნიკური საგნები დარჩება და ასე ანუ შენ რო დღეს მეუბნები რომ არ მოხდება უნივერსიტეტების შეერთება. აი ისმის კითხვა. შენ თუ მანამდე რამოდენიმე წელიწადი მუშაობდი და დაასკვენი რომ ეს შეერთება აუცილებელია. დღეს როგორ დათანხმდი იმაზე რომ კარგი არ მოხდება შეერთება. რას ნიშნავს ამდენწლიანი ნამუშევარი წყალში ჩაგივარდა? მაგრამ არ გიმუშავია. გუშინ მიიღე გადაწყვეტილება შევაერთოთ რომ ეს კორპუსები გავყიდოთ, დათანხმდნენ არაბელები რომ ვიყიდით, არაბები დათანხმდნენ რომ ვიყიდით ამ კორპუსებს, შენ დღეს მიიღე გადაწყვეტილება რომ შევაერთოთ. რო ნახე რომ ამხელა დაპირისპირება მოგიწია როგორც სტუდენტებთან, ასევე პროფესორებთან, ასევე საზოგადოებასთან, აქ დაიხიე უკან და კარგი, ეხლა არ ხიდი და ნუ არ მოხდება. მაგრამ ისე დღეში ჩააგდე ეხლა ტექნიკური უნივერსიტეტი, მარტო ეს საგნები რო დაუტოვე ტექნიკური. გამოშიგნა. ხო, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება 1 წელიწადში, 2 წელიწადში თვითონ უნივერსიტეტი გეტყვის, რომ ჩავიძირეთ ფაქტიურად, აღარ მოდის. ფაკულტეტები ცარიელია და ნუ მოდით მაშინ შეუერთდებით, ხო, TSU-ს. ანუ გვესმის ჩვენ არ არსებობს არანაირი გეგმა. თუ რამეს გეგმავს ხელისუფლება, ეს გეგმა არის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით. დაჯდა 2-3 კაცი, რა გჭირდება, ანუ რაზე დათანხმდნენ, იმას დათანხმდნენ, რომ ამას იყიდიან, გაიტანეთ გასაყიდად. და რა გააკეთეთ ის რაც გჭირდება. არ არის ხანძლივი მოქმედების გეგმა შემუშავებული, ეგ არის უბედურება. ქვეყანა ისე იმართება, იმიტომ ვარ ჩაძირულები, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ რაღაც უცბად ახირება, იმიტომ რომ ფული კეთდება და ფული ჭირდებათ და აი ამ ახირებას მიყვება მთელი ქვეყანა. ეს არის უბედურება. ხო. მაგაშია უბედურება. ამათ 2 ფაქტორია, გიორგი, ამათ უნდათ რომ ეს
ილიაუნის უნივერსიტეტი როგორმე ხა ამათ გონიათ რომ ილიაუნის უნივერსიტეტი ეს არის ნაცების ბუდე და იქ ნაცებს შტამპავენ და რაღაცა თუმცა ხა ვის ნაცობაზე ლაპარაკობენ ესენი აღარ ვიცი 99 დეპუტატიდან 70 ყოფილი ნაცია თან ისეთი ნაცი რომლებსაც ჩვენ თავის დროზე ვადანაშაულებდით ადამიანის უფლებების დარღვევებში და ამაში და ემაში და ყველაფერში და ერთ-ერთი საკითხი იყო ისიც რომ ილიაუნის უნივერსიტეტი როგორმე გაენეიტრალებინათ, ხო? ნუ კი ახლა გვახსოვს იქ ბევრი ოდიოზური ფიგურაა ილიაუნის უნივერსიტეტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ წყლის დაბანს ბავშვიც გადააყოლო. არ შეიძლება ამის გაკეთება, არანაირად არ შეიძლება. თან გიორგი, ამათ ხომ კონსტიტუციურად აქვთ, მიცემული აქვთ ავტონომიები. შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ასეთი ეს არის. ამის აპირისპირო კონსერვატიული გინდა ივანე ჯავახიშვილი ყავდეს. სხვანე შენ ეს ალტერნატივების მიეცი, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება თვითონ გადაანაწილებს ვისად როგორ უნდა. შენ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ არ მომწონს აქ რაღაცა ლექტორები ცოტა და ამდგები და ამას გავაუქმებ. გოჩა, დიდი სკანდალი იყო სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთში, სიანსპოში, ან ცნობილ სიანსპოში, ხო? ისა რა ქვია, პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში საფრანგეთში აღმოჩნდა რომ აი პალესტინის დამოუკიდებლობის მოძრაობაც კი ჩამოაყალიბეს სტუდენტებმა, მაგრამ სახელმწიფო იქ ვერ ჩაერია. ამაშია საქმე, სკანდალად დარჩა, მაგრამ ის იმას ვერ იქ სხვანაირად მოხდა ამის დარეგულირება. შენ როდესაც ესეთ რაღაცას ხედავ, იმიტომ რომ ის დამოუკიდებელი ორგანიზმი არის. გამიგე, შენ ახლა სკანდალები ყველგან ხდება და სკანდალებისგან არავინ არ არის დაზღვეული, აგერა ეპშტეინის ესენი სკანდალი კი არა, საერთაშორისო ყოველდღე მაგაზე ლაპარაკობს, ყველა მსოფლიოს ყველა ტელევიზია და ყველა დაზღვეული სკანდალისგან არავინ არ არის, მაგრამ მავნებლობა და სკანდალი სხვადასხვა რაღაცა არის. ესენი რასაც აკეთებენ, ეს არის მავნებლობა. ეს არის ჩვენი განათლების სისტემის დეგრადირება. ეხლა, როდესაც შენ ილიაუნის უნივერსიტეტში წამყვან სპეციალობებს აუქმებ და რაღაც სისულელე შემოგაქრო, თურმე ასტროლინგვისტიკა თუ რაღაცა უბედურება უნდა ასწავლო, მავნებელი ხარ, აბა რა ხარ? ეხლა ამას რა ქვია, როდესაც შენ ადგილი არ დაუტოვე ქართულ ენასა და ლიტერატურას, როდესაც შენ ადგილი არ დაუტოვე ფსიქოლოგიას, როდესაც შენ იმაში რა ქვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააუქმე ჟურნალისტიკა, რომელიც ბიჭო კიდევ ვამბობ ახლა ჩვენ არა ვართ ის ჟურნალისტები, რომლებიც ტექნიკური ენით ვილაპარაკებთ და დავწერთ მას თავის 21 საუკუნეში ის ჟურნალისტიკა სხვა რაღაცაა. ყველა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ესეთი ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. ყველა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი ქართული ენისა და ჰუმანიტარული იურიდიული ფაკულტეტებია, კაცო, ყველას, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი ლექსიკა და ლექსიკონი აქვს და თავისი ტერმინოლოგია აქვს 21 საუკუნეში, ხო? გჭირდება ეს ყველაფერი. ამათმა ადგენდა ყველაფერი გააუქმეს. სამაგიეროდ შეიძლება ეხლა შემოვიღოთ ტაროს კარტების მეცნიერება, რა ვიცი, ასტროლოგია ნუ გასაგებია, ხო და დრუიზმიც, ანუ დრუიდების. წალღვეშა მეხანძრეობა, ხო რა რაღაცა. ეს შეიძლება და დაგვემატება ახალი პროფესიები. ზარია ეთერში, კარგით შემოუშვით. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, ისაუბრეთ. თქვენი მაყურებელი ვარ, ბატონო გიორგი და სასიამოვნოა. ყველა მერტმაკარკმაც გამყოფოთ, მაგრამ საქართველოს დაიღუპა ხალხნო, უკვე აღარ გვაქვს ქვეყანა, თავზე დაგვექცა ყველაფერი და რა ხდება? როდის იქნება დაიწყებს რაღაც ქმედით მოქმედებას? აღარ შეიძლება ამის ყურება, აღარ შეიძლება დრო არის კი საქართველოს აღარ არის ხოლმე. როგორ უნდა გადაარჩინოთ საქართველოს, ეს გევალებათ უკვე თქვენ. მეტი საქმელი აღარ არის. ბატონო. მადლობა ზარისთვის. მე და გიორგიც საუბრობდით რა და აი ქალბატონი რასაც ამბობს, რომ ალბათ თანდათანობით ალბათ საფიქრალია გიო და მე ვფიქრობ, რომ
ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რომ ის ფრონტი, რომელიც გახსნილია დღეს და ხელისუფლებას აი რუსთაველზე რომ დგას, მე მგონი ისინიც მიხვდნენ, რომ კარგი იქნება თუ ნელ-ნელა ამას გაიაზრებენ ბოლომდე. ის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. იმ ფრონტთან მიერთება ამ ადამიანებისა არ ხდება და ვერ მოხდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად არის საკითხები, რომლებშიც შეიძლება თანხმდებიან იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, ეს ხელისუფლება ქვეყანას ღუპავს, მაგრამ ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან, რომ შენი მოსვლა არ შეიძლება. ამიტომ თითქოს აი, არ ვიცი, მეორე ფრონტი დავარქვათ, რაღაც გარკვეული, ანუ საჭიროა კიდევ ერთი, განსხვავებული იმისგან, რაც ხდება. საჭირო ხდება, რომ თანდათანობით ადამიანების კრიტიკული ის მასა შეიქმნას, რომელიც შეძლებს და საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ის აუცილებლად, მე კიდევ ამბობ, არ მინდა რევოლუციური გზით განვითარება. ნუ ჩვეულებრივად ვის უნდა რო ეს. გოჩა, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აი რო არ თქვათ, უბრალოდ წარმოუდგენელია. დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილის უბედურება არის ის, რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც დემოკრატიაზე გველაპარაკება, სულ რაღაც 13 წლის წინ თავად იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მათ ზუსტად იმაზე ვეჩხუბებოდით და ვეჯიკავებოდით, რაზეც დღეს ვეჯიკავებით ჩვენ ძვირფას ხელისუფლებას. და ერთსაც გიორგი ერთს დავამატებ. არ შეცვლილა. დღეს ის არ შეცვლილა. დღეს ის დღესაც ამბობს, რომ აი ვიღაცა ხო არ უნდა იყოს ისევე როგორც ეს ხელისუფლება პოლიტიკურ ასე ვთქვათ ღებულობს კანონებს იმისათვის რომ ვიღაცები არ მოსწონს და ამიტომ ისინი უნდა გავაუქმო ესენიც დაახლოებით ესე ფიქრობენ რომ ესენი არ მომწონს და ესენი უნდა გავაუქმო ამიტომ რომ ვერ მოთავსდება ვერ დავდგებით ვთქვათ ერთ იმაში ერთ სიფრთხეში ხო მე ეს უბრალოდ ჩემს ოღონდ გოჩა ჩვენ გვირეკავენ ხო აი ელემენტარული ავიღოთ ჩვენ ეთერში ახლა რომ ვზივართ გვირეკავს ვიღაცა და შეიძლება ისეთი წარმოუდგენლად განსხვავებული და რადიკალური აზრი გამოთქვას, რომ აი ჩვენთვის იყოს ეს რაღაცა სიურპრიზი და მაგრამ ჩვენ ამას მიღებთ უსმენთ და პასუხობთ. კი. და ჩერგოლეიშვილს იმდენი ხალხი ყავს, ესა რა ქვია, დაბლოკილი Facebook-ზე. ირანს არ დაუხრეთია 2 წლის განმავლობაში, კაცო, აი განსხვავებული აზრი ამათ აი რო უთხრა, გიждდება, ვერ ღებულობენ. ეს არის პრობლემა, გოჩა. ერთ-ერთი პრობლემა არის ეს. ამიტომ არის ოპოზიცია სუსტი. და ამიტომ აწყობს ქართულ ოცნებას, რომ სწორედ ესეთი ოპოზიცია ყავდეს. ნომერ პირველად დასახელებული. როცა ჩვენ ვამბობდით 2014-დან მოყოლებული ვამბობდით, რომ ამათმა შეარჩიეს ხარასა რა ქვია ნაციონალური მოძრაობა და მათ დაარქვეს ნომერ პირველი ოპოზიცია. და სხვა ყველაფერი წაშალეს, ყველა ოპოზიციური წარმონაქმნი, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ ცდილობდა შემოსულიყო პოლიტიკურ ველზე, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იმიტომ რომ მათ ეს აწყობთ. იმიტომ რომ ხელის გაშვერა შეიძლება მათკენ. და შენ არ აწყობ იმას, რომ შენს ხელს ვერ გამოიშვერს ვერანაირად. იმიტომ რომ შენ ხელისუფლებაში არ ყოფილხარ. მესამე ხელისუფლება შევარნაძიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე ჩვენ ისა რა ქვია სამეგობრო და ვინც ვართ ხო სულ იმას ვიძახით რასაც დღეს ვიძახით და რასაც დღეს ვამბობთ სულ აი ბრძოლაში და ამ ემაში ხო ამიტომ ძალიან რთულია აი ჩემი მეზობელი ხარაგაულელებისთვის თუ გაგარინზე თუ ვაკეში ვინც ხავთ მეზობლები იმისთვის ძალიან ძნელია დაუჯეროს ოპოზიციას რომელსაც მახსოვრობაში აქვს ზუსტად ის 9 წლიანი მათი მოღვაწეობა ხო და აღარ ჯერა იმას რომ ვიღაცა ყოფილი ესა რა ქვია ნაციონალი რომელიც დღეს დემოკრატიაზე ჭიკჭიკებს და ჟღურტულებს ხო აღარ ჯერა რომ მოვა ხელისუფლებაში და ის ისევე დემოკრატი დარჩება, რასაც ახლა ლაპარაკობს, იმიტომ რომ მათ უკვე ნახა 9 წლის უკან ეს ყველაფერი, ნახა. ამაშია უბედურება.
თუ ეს ბაობაბები დავარქვი ამათ, თუ ეს ბაობაბები არ წავიდნენ ემედან რა ქვია პოლიტიკიდან, დაღუპვა არაფერი არ შეიცვლა. არა, გიო რა არის, იცი, მათ რაღაცა გარკვეული თავისი ნიშა აქვთ და ალბათ არ ვიცი, თვითონ ცხოვრებამ უნდა მოახდინოს ეს და კი ბატონო, მათ ყავთ 10% მხარდამჭერი, რომელიც სტაბილური მხარდამჭერი. და ხო, და ეს უნდა არსებობდეს კიდევაც და უნდა იყოს კიდევაც აუცილებელიცაა. მაგრამ როდესაც შენ მეუბნები მე ხელისუფლება რომ აი ის არის ნომერ პირველი ოპოზიცია უკაცრავად ხალხს არ ჯერა ამისი რომ ის არის ნომერ პირველი ოპოზიცია იმ ოპოზიციის პრობლემაც ეს არის რომ კი არ იზრდება აი ეგა ხო პრობლემა იმიტომ რომ არის რაღაცა გარკვეული ნაწილი და მას აღარ ემატება და იმის მაგივრად რომ რაღაცა სხვათა შორის დაიწყეს მე მგონი თანდათანობით ფიქრი და კარგი იქნება კი თუ კი შეძლებენ ამას იმიტომ რომ ასე თუ ისე მათი ტელევიზიები რაღაც გარკვეული თქვათ ეს მედია საშუალებები ის რაც მათ გავლენები აქვთ ხო თანდათანობით იმათმაც უნდა დაინახონ რომ ეს საკმარისი არ არის იმისთვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს იმის არ იყოს დებატები ხელისუფლებამ გახსნა დებატები და თქვათ შექმნა რაღაც გარკვეული სივრცე რომელიც მას აწყობს და როგორც მის თამაშის წესებშია, ანუ ჩემს მაგიდაზე შემოდიხარ. ბიჭო, შენ რო ხარ ის ტელევიზია, რომელსაც გინდა რომ რეალური დებატები იყოს. ბიჭო, ჯერ დაიწყე მაშინ იმათთან, ვინც შენგანაც განსხვავებულია. ხელისუფლება არ მოდის, ჩვენ ვიკამათოთ ერთმანეთთან. ჩვენ გავაკეთოთ, მე მართლა ვფიქრობ იმას, რომ საჭიროა, არ ვიცი, ჩვენთანაც ალბათ თუ კი მე მოვახერხებთ იმას, რომ შემოვიყვანოთ, ანუ ვიკამათოთ, რეალურად შევქმნათ სივრცე, სადაც პლატფორმაზე შეიძლება კამათი ადამიანებთან და მე ხელისუფლებას დღის წესრიგს უკვე შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ. ჩვენმა კამათმა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცეებში ვერ თანხვდებით, ჩვენ რაღაცეებს ერთმანეთს ვერ დავიჯერებთ ერთმანეთის, იმიტომ რომ ნუ ვიცი შენი ასე ვთქვათ, დამოკიდებულება გიცნობ თავიდან ბოლომდე და იმ კონკრეტულ შემთხვევაში რომ მეუნები ხოს, ეს სინამდვილეში ნუ მეეჭვება და ამის უფლებას ვიტოვებ. ისევე როგორც შენ იტოვებ, ხო ვთქვათ, ჩემთან მიმართებაში. მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ქვეყანა უნდა კომპრომისებით იმართებოდეს და ის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ნებისმიერი მიმართულებით სუვერენიტეტი სწორედ იმას ნიშნავს რომ ჩვენ ყველა მიმართულებით არ შეიძლება ერთ ორბიტას გადააყოლო მეორე ორბიტა არსებობს როგორც კი შენ ამოვარდები იმ ორბიტიდან მაშინ კარგავ აზრს კარგავ იმას რასაც მართლა ქვია შენი მე საქართველოს მიმაჩნია რომ მართლაც ესია და თითქოს ყველა თანხვდებით ისინი ჩვენც რომ ეს არის გამავალი ცივილიზაციათა თავშეყრის ადგილია ეს არის ადგილი რომელიც სხვათა შორის ეგა თქვა ხო იმანაც რა ქვია რუბიო როცა გამოვიდა რომ ბიჭო რეალურად ჩვენო გვეგონაო რომ ცხოვრების წესი რომელმაც ცხოვრების წესზე ლაპარაკია თქვათ იგივე ბიზნესი როგორ არის ადამიანის საზოგადოების განვითარება როგორ არის ეს მოახდენდა გავლენას და ყველგან შეიცვლებოდა იმიტომ რომ რეალურად უპირატესი აღმოჩნდა აი ეს უპირატესი რო არ დავკარგო და ამ სივრცეში ვიყო თან ისე ვიყო ამ სივრცეში რომ ჩემი გეოგრაფიული მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინო ჩემი სამეზობლო უნდა გავითვალისწინო აი ეს როგორ დავალაგოთ ამაზე უნდა იყოს მე მგონი კამათი კი ბატონო ზარია ეთერში ზარი შემოუშვით გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით საუბრობთ მოდიშით მაგრამ მე ესეთ შთაბეჭდილება დამჩა ამ წლების განმავლობაში რომ რაიმე საკითხი რომ არ უნდათ რომ საზოგადოებამ აიტაცოს ხელში და მასა გამოვიდეს სწორედაც მაშინ გამოხდებიან ნაცების ასასყლეტებები გამოვლენა მასა აღარ გამოდის დიახ ესეთი შთაბეჭდილება დავჩა ხო იყენებს ხელისუფლება ძალიან კარგად ესეთი პიროვნება ვარ და შეიძლება მე ასე ვშელობ შეიძლება მართალია დაჭერე თქვენი მსჯელეთ ამ კუთხით კი მართალია ბევრი ადამიანი რასაც ეს ბატონი ამბობს ბევრ ადამიანს აქვს იგივე და ჩვენ სწორედ ამას ვლაპარაკობდით რომ ანუ ის მეორე ფრონტია გასახსნელი ხო როცა ელემენტარულად ხელისუფლებას ვეუბნებით რომ შენ არ ახარ მართალი ოღონდ აი როგორ მოხერხდეს ამის გაკეთება ეს უკვე ალბათ საფიქრალია აქ რა მომენტია აქ მთავარი არის ვინ იტყვის ამას გაიგე რომ ის არ არის მართალი აი ეს ბატონი სწორს ამბობს და სხვათა შორის მანამდეც რეკავდა ხალხი და იგივე აზრს აჟღერებდა როდესაც გამოდის ისეთი პოლიტიკური ძალა ან იმ პოლიტიკური ძალის რაღაც განშტოება რომელსაც არანაირი ავტორიტეტი და პატივისცემა
ფართო საზოგადოებაში არ აქვს და ამბობს რომ ხელისუფლება მართალი არ არის, ბუნებრივია ამას არ აყვება მასა და არ აყვება ფართო საზოგადოება. აქ მთავარი არის ის, ვინ გამოვა და ვინ იტყვის რომ ხელისუფლება არ არის მართალი. და იმ ნაწილში, იმ საზოგადოების ნაწილში, სადაც ითქმის ეს ყველაფერი და მართლა ხალხი აყვება, იქ ვერ მოხდა კონსოლიდაცია თვითონ ამ ძალების. სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ნელა ჩვენ უახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც ეს კონსოლიდაცია შედგება. ალბათ რაღაც კიდე დრო არის საჭირო, მაგრამ ის რომ ხელისუფლება აყვირებს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ხელისუფლების მიერ დაფინანსებულია რამოდენიმე ჯგუფი ეს ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობის რაღაც განშტოებები, რომ ამათმა იყვირონ იმისათვის, რომ ფართო მასა არ გამოვიდეს ქუჩაში. ანუ ბატონს უბრალოდ ვეუბნებით, რომ თქვენ არ გეჩვენებათ მართლაც ასეა, როგორც თქვენ. კი ბატონო, სახე რა თქვა ამ ბძანა ამ ბატონო სახეზეა, აგერ უყურებთ, იგივეს ლაპარაკობდით ახლა ჩვენც ფაქტიურად, ხო, ახლა კი გეთანხმებით ერთსაც და მეორესაც, რომ ამას დრო ჭირდება და ამ ბატონს უპასუხოთ, რომ ამას დრო ჭირდება და მოვა ეს დრო, როცა სხვანაირად დაიწყება ყველაფერი და სხვანაირად იქნება ყველაფერი. ჯერ არ არის ეს მომწიფებული და ნახოთ, იმიტომ რომ ესენი ყოველდღიურად ისეთი სისწრაფით აკეთებენ იმას, რა ქვია, სისულელეებს, რომ მე მგონი ეს ძალიან მალე მოვა ეს დრო. კიდე ერთი ზარია ეთერში, გიორგი, მოусმინოთ მაყურებელს. კი ბატონო, აუცილებლად. გისმენთ, ისაუბრეთ. გამარჯობა ბატონებო, გიორგი და მოგესალმებით. მე რა მინდა ვთქვა, ახლა წელადელი 100-ლარიანი ხელისუფლება ვაგონებს მარიამიტების თეატრს, რომლებიც უნიკო წარმოადგენს. ხედავთ, აი სულ მოკლე ხანში ჯერ არაერთთან ვითომ დადებული გასაიდუმლოებული მოლაპარაკება თუ დადება, ახლა უმაღლესასწავლებლის ვითომ ახალი ის უნდა რაღაც დანერგონ და უკმონ თუ რა უნდა ჩნდება უმაღლესასწავლებლების ნაწილი ფაკულტეტები ახალ რა ქვია პრობლემებს აქმნიან. ეს უკანასკნელი ისინია და მომავალში კიდევ რაც მოიფიქრებენ არ ვიცი. ესენი კიდევ რამე ერთი ხელფასებთან და პენსიებთან დაკავშირებით 350 ლარი ეს არის მე-40 ნაწილი მათი ხელფასების და ახლა ყოველწლიურად დანამატებს და პრემიებს რომ მიიღებენ რამდენი იქნება. როგორ შეიძლება აი გამოვიდნენ გინდა რა ქვია იმის პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი არგუმენტები წამოაყენო მოსახლეობის წინაშე თუ ნამუსიან პატარა ნამუსი მაინც დარჩენიათ. არგუმენტი წარმოადგენენ რატომ 350 პენსიონერს რომელმაც შეიძლება 40-50 წელი იმართოს, რომელმაც შეიძლება 10 წელი მშვილობა არ აქვს. ასაკიანი ადამიანი ამას დახმარება ჭირდება, ხო? არგუმენტი მე არ მომისმენია, თქვენ არ ვიცით თუ როდეს მე მოგისმენია ტელევიზიაში. წარმოადგენ თუ ისმენენ ახლა იმათ რა ქვია ნავიჭრები რომ იწალ ვიც ახლა მე მისმენე და თქვენ გისმენენ რა. გადასცენ არგუმენტები წარმოადგინოთ თუ პატარა ერთი რეტო მისხალი ნამუსი აქ მაგათ. როგორ შეიძლება ეს ეგაცო წიხს ადგავენ. დაწიხლა ეს. ერთი ამბავი კიდე ადრე ივანიშვილმა წარმოადგინა რომ აიო მანქანები გამრავლდა საქართველოში ხალხს არ უჭირს. ის მანქანები რომ გამრავლდა ევროპაში რომ მუშაობენ დედები და მამები და შვილებს უგზავნიან ტაქსის ნიშნები დაადგეს და ტაქსაობენ. ყველაზე მეტი აი იმათი გადმოგზავნილი ფულით არის ნაკედი ეს მეორადი მანქანები. გაითვალისწინონ ესე. მანქანები გამრავლდა ევროპიდან გამოგზავნილი ვალუტით. და რა ადგილი უნდა დამუშავე. ახლა სოფლის ნორმაზე მილა კიდე არ მინდა რომ შეგაწყვეტო. აი ჩასდე თვითფრინავში და ალაზრის ველი დაათვალიერო და რა ქვია მარიონეტებმა დაათვალიერო რა ხდება 50% ჩალა ბულა და ტყეა მოტებული. რომ ამბობთ რომ უცხოეთიდან შემოდის სასურსათო ეს ბოსნიელი და ყველაფერი
წინათ კომუნისტების დროს მეის დროს ის არც მომწონდა არც მაშინ, მაგრამ თბილისი და მთელი საქართველო კახეთიდან მარაგდებოდა საზამთრო კიტრი, პამიდორი, წვანელობი, თბილისი გადატანილი იყო კახეთიდან ჩამოტანილი პროდუქტებით. მატარებელი ადგილი ფეხსასადგომელი სარგო ზოგიერთ წონოლისგანო მატარებელი მოდიოდა წონოლისხარი თბილისი. ბარდანა ტომბრებით იყო გატანილი, წვანელობიო, კიტრი, პამიდორის ავტობუსები მარტო იაშიკებით მოდიოდა, კაცი და ხალხი გილები დარჩენილია უპატრონოდ. შეიძლება ეს ადამიანები ასაკოვანი შეიძლება აღარ არიან, მაგრამ მათი შვილიშვილები და შვილიშვილები უცხოეთში მუშაობენ, იქ მარტოს აკრეფავენ, კეტრსაც აკრეფავენ და პამიდურსაც და აქ ატყევებულია გადახედონ, მაგრამ რა ქვია, თანამედროვე ტექნიკა უნდა მიცეს და ჩამოვიდეს იმუშაოს. გადახედონ ალაზნისოს ყველაზე მოსავლიან ადგილი არის კახეთში. ვიცით რომ გურიაც ეს არის მწირია და იმერეთიც. გადახედონ თუ პატარა ნამუსი დარჩენია, მარტო ლაპარაკი ჭორბიურო მაგათი პარლამენტი, ჭორბიურო. როგორ შეიძლება განათლებას დაიმე, რა განათლება აქვს, თუ განათლებას ახებიან, რა განათლება აქვს. დიდი მადლობა ზარისთვის. ძალიან წარე სიმართლე თქვა ამ ბატონმა და მე არ შემიძლია არ დავეთანხმო, იმიტომ რომ მართლა ესე არის. ეხლა ჩემი ბიძაშვილი იყო ჩამოსული წინა კვირას ჩემთან სტუმრად და გადაირია რომ ეხლა ამდენი დახნული და უკვე თებერვალში დახნული ესენი აქვს სოფლებში რომ გავიარეთ მაგარი ხნავენ რო და ბიჭო თოს და ხნავენ იმიტომ რომ ემზადება აქ ეს არის ხო ბიჭო რომ აუხსენი მე რომ ლექსო ამათ ნულოვანი საქმე რა ქვია კრედიტი ნულოვანი აქვს სუბსიდიები აქვს ძალიან დიდი ფერმერს აქვს შევედით ერთ-ერთ ფერმაში და ვანახე რომ იმას ერთ მაკლარენი უყენია ეზოში მეორეს რა ქვია მერსედესი ყველაზე მდიდარი კაცი არის გასაღების ბაზარი არ უჭირთ არ უჭირს გასაღების ბაზარი არ უჭირს ხო ჯერ ფრანგული შედის მასე რა ქვია სუპერმარკეტებში და მე შემოდის ესპანური ხილი მე შემოდის მაროკოული მე შემოდის რომ თავდება ხოლმე ყველაფერი მე ეს რა ქვია საახალწოდ ამადაც უყვარს ბარდარი და თუ ემასგანი რა ქვია ვერ მოასწარი მე მაროკოს მანდარინი უნდა იყიდო იმიტომ რომ ის შემოდის მე ხო ისეთი ეს მაგრამ ჯერ ფრანგული შემოდის კორსიკის მანდარინი შემოდის იმიტომ რომ ის უნდა გასწრას რა ქვია მარსელიდან შემოდის სადაც სუბტროპიკული ზონებია იქიდან შემოდის ისევია ვაშლი მსხალი რა ვიცი ხილი ბოსნეული ყველაფერი ადგილობრივი წარმოების ეს არის ხო ჩვენთან აი ეს მოსკენით რა ქვია მართლა აი გამახსენდა მართლა კახეთი ამარაგებდა არა მარტო თბილისს კაცო საქართველოს ახლა ბატონმა ბძანა რო გურია და იმერეთი არისო ეს რა ქვია მართლა კახეთი ამარაგებდა ზესტაფონს ხარაგაულს საჩხერეს და იმას რა ქვია თერჯოლას იმიტომ რომ ახლა რა უნდა მოსულიყო იქ ისეთი აი ხო წარმოგიდგენ ეს არის არა რაც შეეხება მანქანებს ეს მანქანები გამოგჩა გოჩა 2020 წელს ზემო არა არ გამოგჩა ჩვენ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ და მივედით დაახლოებით იმ ვარაუდამდე რომ ვიღაც რომელიღაცა იმას ლობირებს რომ ჩინური მანქანები შემოიყვანონ ჩინეთში წაიღეს ფულიც და ეთყობა იქ ვიღაცებთან დალაგებული აქვს სიტუაცია იმიტომ ყველაზე იაფი ხო ხა ჩინური მანქანა იქნება იმიტომ რომ ევროპულ მანქანას ახლის ყიდვას ვერ შეძლებენ ხო და 10-15-ის ფარგლებში ჩინური მანქანები ჩვეულებრივად ახლები იყიდება რომლებიც სხვათა შორის რა ქვია ლადაც რომ შემოიყვანონ ეს დაახლოებით 10-15,000-ია სხვა ორბიტაზე გადავდივართ და აქედან გამომდინარე და მიაყოლეს რომ თან ირანიდან შეიძლება შემოიყვანონ ირანიც უშვებს მანქანებს ირანი ხო ელექტრომანქანებს არა შაინებით რა ქვია მაგათ მანქანებს კი ნახე ხო ძალიან ცუდია რასაც აკეთებენ კიდე ვიმეორებ რომ ძალიან ცუდია და საშუალო ფენას არ ტყავენ ანადგურებენ საშუალო ფენის განადგურება მედის არა და მთელი მსოფლიო ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ აი ეს ცივილიზებული ქვეყანა საშუალო ფენაზე დგას ის ევროპა ის ევროატლანტიკური სივრცე ეს არის საშუალო ძლიერი საშუალო ფენაა და იმიტოა იმან რომ მიდის თქვა საუბარი რაც კიდევ ამბობ გაიმარჯვა
ფაქტი დაგვანახა, რომ უკეთესი ცხოვრების დონე აქვს. ბიჭო, მთელი მსოფლიოდან ხალხი ჩასული იქ ჩარბის. იმიტომ რომ იქ მიცი რა ქვია, დაწყებული ადამიანი, რომელმაც ფეხი შეადგა, გათავებული პრეზიდენტამდე თუ პრემიერ-მინისტრამდე, ერთნაირად დაცულია. ეს მომენტია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი შექმნეს, ანუ რეალურად დაგვანახე, რომ საკონკურენციო გარემოში ასე საზოგადოება კარგად ცხოვრობს და ჩვენ ასეთ საზოგადოებაზე უარი უნდა ვთქვათ და იქ სადაც არის საშუალო ფენა ნაკლები, მაგრამ არის სიღატაკე და არის ვებერთელა, ასე ვთქვათ, სიმდიდრის პატრონი, ოღონდ 5-10%, ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ და ახლა ჩვეულებრივ რეაქციას აკეთებს ეს ადამიანი, ეს ქართველი ადამიანი ხო ნორმალური ადამიანია, კაცო. ნორმალურად ხედავს და არ უნდა რა აღმოჩნდეს იქ რომ 3%-ში არ მოხვდები, ან ვერ მოხვდები. ხო, იმ 3%-ს კარგად აქვს მოწყობილი ცხოვრება. დანარჩენი 97 ან უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან, ან უნდა იყოს ხვისი მოსამსახური, ხო? არ ვიცი. კი ბატონო, მეგობრებო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა უკვე ტექნიკოსები აგერ გვეუბნებიან რა შვებით დროს დატოვეთ სტუდია. არა და გავხურდით გაგრას. ხო, ეხლა მოვიდა მადაზე გოჩაც და გიორგიც, ხო? კეთილი, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. გიორგი, მადლობა რომ გვერთვები. მაყურებელს ჩვენ შევხვდებით მომავალ ორშაბათს, იმედი მაქვს სამივე ვიქნებით ეთერში. ახლა კი უნდა დავემშვიდობოთ. გიორგი, შენ გემშვიდობები და მაყურებელსაც ვემშვიდობები. კარგად ბრძანდებოდეთ.